კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ. მთელ საქართველოში ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა, დივერსიფიკაცია, მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვა და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ეს არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტების მთავარი პოლიტიკური აქცენტები და განსაზღვრა იმ საკითხების, რომელზედაც პრინციპში აქცენტს გავაკეთებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გვერდება კაპიტანი მაია ომიაძე, მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტათმობილი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. კაპიტანი მაია, მოდი დავიწყოთ, რა არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2026 წლის მთავარი პრიორიტეტები, რამდენიმე მიმართულება ფაქტობრივად პოლიტიკის ნაწილში მე უკვე ვთქვი და ვუთხარი ჩვენს მსმენელს, უფრო ვრცლად თქვენ განავრცეთ. დიახ, პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ახლა ჩამოვედი მესტიაში, სვანეთში, ჩვენ ხოლმე გემოფესტი გაიმართება მესტიაში წეთრე და ძალიან ბევრი ტურისტი იმყოფება მესტიაში, აეროპორტიდან სანამ ცენტრამდე მოვედი, უამრავი მანქანა უცხოელებით, ხილამურებით, ავსია მესტია უცხოელებით და რაც იმედამეტყველებს, რომ წლევანდელი ზამთრის სეზონი ძალიან წარმატებულია, ბუზაუში ავსია უცხოელებით და საბოლოო ჯამში სტრატეგიის ერთ-ერთი შედეგი უკვე შეიძლება ითქვას, რომ თვალსაჩინოა. ჩვენი გეგმა 2026 წელსაც გამომდინარეობს, ესე ვთქვათ, 2025 წლის შედეგებით და შესაბამისად იმ პერსპექტივებით, რაც გსურს რომ განვახორციელოთ. ეს არის, რა თქმა უნდა, მეტი ტურისტი, მეტი მაღალმხარჯვულნარიანი ტურისტი საერთაშორისო ბაზრებიდან, ადგილობრივი ბაზრების, ადგილობრივი მოგზაურობის ხელშეწყობა, კერძო სექტორის დახმარება და ჩართულობა ახალ ინიციატივებში, იმისთვის, რომ ერთის მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვახერხებთ და მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყნის ცნობადობის გაზრდის ხარჯზე ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში, მაგრამ გამოწვევა რჩება და ამაზე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ჩვენ შეთავაზებაზე. ერთია, რომ აქ ჩამოდის მოგზაური და მეორეა, აქ რა ხდება. ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ნამდვილად ეჭირავს განვითარებას და ჩვენ ძალიან ბევრი ახალი პროექტი და იდეა გვექნება ამ ნაწილში. კაპიტანი მაია, თქვენ ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდით და 2025 წელი შეაჯამეთ. მოდით გითხარით ახალ მიმართულებებზე, რომელიც განასხვავებს გასულ წელთან შედარებით უკვე მიმდინარე წელს 2026 წელს. სტრატეგია რა არის, თქვათ, მთავარი აქცენტები, რაც წელს თქვენი მიზანია? დიახ, ჩვენ გასულ კვირაში შეხვდით ტურიზმის ასოციაციას, განვიხილეთ პირველ რიგში 2025 წლის ანგარიში ეგრეთ წოდებული შედეგები გავაცანით ასოციაციის წევრებს. ჩვენ მანამდე წლის 2025 წლის ბოლოს გქონდა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა და ტურიზმის ასოციაცია ასევე ბიზნეს ასოციაციის წევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო კერძოდ ტურისტულ, ასე ვთქვათ, ტურიზმის სფეროში ჩართულ ბიზნესს შევხვდით. მათგანაც მოვისმინეთ, ვთქვათ, თუკი ამე გამოწვევები აქვთ თან ყოველდღიური ოპერაციების ხარჯზე დახმარება, რა შეჭირდებათ, რა ახალი იდეები შეიძლება გქონდეს. ჩვენ გარდა იმისა, რომ სტრატეგიულ ბაზრებზე მუდმივად გვაქვს, ვთქვათ, ღონისძიებები, გამოფენები, B2B შეხვედრებს ვატყობთ კერძო სექტორისთვის, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო თუ ბიზნეს კონტაქტებთან დამაკავშირებელი ღონისძიებები გვაქვს. გარდა ამისა, გვაქვს საზღვარგარეთ მოვისმინეთ ასევე კერძო სექტორის ინიციატივები ახალ ბაზრებთან დაკავშირებითაც ფიქრობენ, რომ შეიძლება მოვისმინოს ძალები. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ტრადიციული ბაზრები, ისიც არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი. ეს არის ასეთი ყურის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ ბაზრებზე, თუმცა მეორეზე მხრივ ჩვენ წელს გვექნება, როგორც გითხარით, ახალი ინიციატივა, სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც იქნება მიმართულებები, სადაც ესე ვთქვათ, პროგრამა გამოცხადდება და ჩვენ შევძლებთ, რომ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით კერძო სექტორს ახალ პროექტებს და ინიციატივებს დავეხმაროთ. ჩვენ როდესაც ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, მახსოვს, საუბრობდით რეგიონული ტურიზმის გაძლიერებაზეც. 2026 წლის გეგმებში როგორ შევძლებთ ამ შესაძლებლობის წარმოჩენას, რა იგეგმება ამ კუთხით, ესეც რომ გითხრათ? აი, დიახ, ერთ-ერთი მიმართულება
სამ პროგრამაში იქნება რეგიონალური ტურიზმის მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ ველოდებით ინიციატივებს მოსახლეობისგან, კერძო სექტორისგან. იცით, რომ ჩვენი ახალი პროექტი ვისკარი, რომელიც 2025 წელს დაიწყო, უკვე 10-ზე მეტი მონაწილე ყავს, ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოვიდა, ასე ვთქვათ, გასტრონომიულ ტურიზმში ისეთი კარგი, მაღალი დონის ადგილი დაიკავა და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება აზრდა. გემოფესტი წელსაც სტარტი აიღო და პირველ ადმინისტრიაში ტარდება რამდენიმე ახალი მონაწილეებს ყავს, ტრადიციული მონაწილეებით, ახალი კერძებით და ვფიქრობ, რომ საინტერესო წელი გამოვა ამ კუთხითაც. დამეთანხმებით, ეპოქაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო მარკეტინგული კამპანიები. მოდით გითხარით, რა კამპანიები შეიძლება ვთქვათ დაიგეგმოს იგივე საერთაშორისო ბაზრებისთვის, უკეთ ცნობადობის ამაღლებისთვის, ეს შესაძლებლობები რომ უფრო თვალნათლივ წარმოჩინდეს კიდევ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს პირველად 2005 წელს პარტნიორი, ეგრეთ წოდებული წარმომადგენლობითი პარტნიორი კომპანია ბაზრების მიხედვით, მასთან ერთად უფრო დიდ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ. ჩვენ იგი ქვეყნების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგალითისთვის ინდოეთში გვაქვს სხვანაირი ასის კამპანია, ჩინეთში აბსოლუტურად განსხვავებულია, როგორც ეგრეთ წოდებული მთავარი გზავნილები, არხები, ევროპაში განსხვავებულია, ბრიტანეთში თავისი სპეციფიკა, ამერიკას აბსოლუტურად მომხმარებელი ყავს. შესაბამისად, ტერმინის მიხედვით თუ რომელ ბაზარს და რომელი ასე ვთქვათ მახასიათებლებია, იგივე საკომუნიკაციო ესეთი იქნება კონკრეტული საინფორმაციო არხების და მეცაც გეტყვით ტურისტული პროდუქტების, იმიტომ ყოველ ქვეყანაში ტურისტები განსხვავებული პროდუქტებით ინტერესდებიან, აი ამაზე მორგებული ძალიან კამპანიები გვექნება 2026 წელსაც. აი ჩვენი კამპანიები, მარკეტინგული კამპანიები ორი კომპონენტისგან შედგება, ერთი არის ესეთი ყველაფერი, რაც ქვეყნის ცნობადობის გასემსახურება და მეორე არის ყველაფერი, რაც ემსახურება ბიზნესისთვის ხელშეწყობას. ხომ ის რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, შეიძლება იყოს ქვეყნების მიხედვით, მაგალითად არის სხვადასხვა ტიპის გადაცემებში ინტეგრირება, სპეციალური დოკუმენტური ფილმები და რეკლამის განთავსება, პოდკასტები, რადიო გადაცემები თუ გარე რეკლამები და ეგრეთწოდებული აუთდორ რეკლამა, რასაც ვეძახით. შაშან მაგალითად ჰქონდა პარიზის, ბერლინის ქუჩებში, მეტროებში, პოლონეთში, ვარშავაში, ასევე დუბაი, ჰქონდა ინდოეთში, პეკინში, შანხაიში და გვანგწოუში, სადაც კი კამპანია ჰქონდა, ძალიან იყო დატვირთული. ეს არის ყველაფერი, რაც ცნობადობის ამაღლებისთვის ვაკეთებთ. რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას, ამ კუთხით რომ ჰქონდა ეგრეთ წოდებული road show-ები, ანუ ვთქვათ რამდენიმე ქალაქში მიდიხარ და ბიზნეს შეხვედრა გაქვეყნოს პრეზენტაცია. ჩვენთანაც კერძო სექტორი მეწელეობდა ქართული კერძო სექტორი და იქ ადგილზე ახდენდით ქვეყნების მიხედვით კერძო სექტორთან დაკავშირებას, პროდუქტების გაყიდვას, ბიზნეს კავშირების დამყარებას. ეგადაც წარმატებით შეიძლება ითქვას, 2025 წელი ძალიან წარმატებული სეზონი იყო. შემოსავლების თვალსაზრისით იყო რეკორდული, ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით იყო რეკორდული. ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდა საერთაშორისო მოგზაურობის თვალსაზრისით და ბევრი გვიყვარს ხოლმე ამ ციკლში ძალიან ბევრი რეკორდული მაჩვენებელი იყო მაგალითისთვის არასოდეს საქართველოში ამდენი ევროკავშირის ამდენი მოგზაური ეფექტი მოსულა რაც 2025 წელს და ვფიქრობ რომ ძალიან კარგად დაგეგმილი ერთობლივი მუშაობის შედეგია. უნდა აღინიშნოს, რომ აეროპორტები, ათენებული აეროპორტები, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენელი უწყება, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც არსებული ავიაკომპანიების თუ მიმართულებების ხშირობის ამატებაზე, ის მიხედვით ისე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა და ჩვენ ერთობლივად მუშაობთ ავიაკომპანიებთან და თან ერთად შესაბამისად მერე კამპანიებთან, რაც ესეთ შედეგს გვაჩვენებს. მაგალითი ამისი ყველაზე ბოლოს რაც 2025 წელს შემოვიდა, ეს არის ბრიტანეთის ავიახაზი კვირაში 4 სიხშირით, ასევე EasyJet, ასევე ლონდონიდან სიხშირით, რომელიც თავისთავად ბრიტანეთის მოქალაქეები, მოგზაურები ბრიტანეთიდან ძალიან
ჩვენს ასე ვთქვათ ტოპ ქვეყნებში შემოსავლების ძალიან მაღალია. ესე ერთობლივი შედეგით სამუშაოებით მიიღწევა ის შედეგი, რაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში სახელმწიფოს მიაღწია. კაპიტანია, თქვენ თქვით, რომ უკვე მესტიაში ხართ, ხვალდაზე გემოფესტი იმართება. მოდით გითხარით, რით არის გამორჩეული ეს 2 დღე, 21-22 თებერვალი, რატომ უნდა ვეწვიოთ სვანეთს და რა დაგხვდება გემოფესტის ფარგლებში? პირველად ძალიან კარგი ამინდია, შესაბამისად თოვლიც კარგია და ადამიანები შეცლებენ, რომ განსაკუთრებულად ხმამას ფერდობებზე ისრიალონ, ვინც ასრიალობს, მაინც არის ამინდია იმისთვის, რომ ამის დღეები ვთქვათ აქ გაატანოთ, თუმცა ხაერზე და აი ამ განსაკუთრებულ და კულტურულ მემკვიდრეობაში, რაც შესაძლოა გემოფესტი, იცით, რომ ძალიან წარმატებული პროექტი გემოფესტისაც თავისთავად გულისხმობს ადგილობრივი ქართული გასტროტურისტული პროდუქტის განვითარებას, შიდა მოგზაურობის ხელის შეწყობას. აი ესე თავდაპირველი მიზანი ამ პროექტის ეს არ იყო, მაგრამ გზადაგზა ძალიან წარმატებულად მოხდა, რომ ადგილობრივ მეწარმეობას უწყობს ხელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკურ შეთავაზ ძალიან ბევრმა გემოელმა 60-მდე გემოელი ყავს მთლიანობაში. ადგილობრივი სამასპინძლო გახსნა, თავისი პროდუქტის საფესტივალო პროდუქტის აქცია და სხვა ღონისძიებებს მონაწილეობას და ერთგვარად რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანები ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთნენ. პროექტი თავსახად მუდმივად ძალიან წარმატებულია სვანეთში, გამორჩეულია ისე როგორც ყველა გემო თავისი კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქ შეძლებენ ჩამოსული მოგზაურები, რომ განსხვავებული გემოები დააგემოვნონ 2 დღის განმავლობაში მესტიაში სეტსა, ცენტრში და უკვე განებით სხვადასხვა ტიპის გასართობებით, მუსიკალური გაფორმებით თუ ბავშვების სივრცეებით არის წარმოქმნილი, რომ ოჯახისთვისაც იყოს დაუვიწყარი აქ მოგზაურობა. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. შევახსენებთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია ომიაძეს და ჩვენ სწორედ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტებზე და გეგმებზე ვისაუბრეთ.